დაწყებულ კამპანიას ყავს როგორც მომხრეები, ისე მოწინააღმდეგეები. პარალელურად გრძელდება ხელმოწერების შეგროვებაც, რომელიც საკანონმდებლო ინიციატივასთან ერთად აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას წარადგინება. ინიციატივა, რომელიც ერთი და მეტი შვილიან სტუდენტ დედებზე უმაღლეს სასწავლებლებში საგადასახადო შეღავათების დაწესებას ითვალისწინებს, სტუდენტთა ფედერაციას ეკუთვნის. ხელმოწერების შეგროვება უკვე მიმდინარეობს. კამპანია სახელწოდებით სტუდენტი დედა გმირია ბათუმში დაიწყო. სტუდენტ დედას თქვენ კარგად ესწრებათ, ბევრი პრობლემა აქვს, ოჯახში შექმნა, ბავშვზე ცალკე მასალური პრობლემები და პლუს გადასახადი უკვე ეს ძალიან დიდი თვირთია მათთვის და ჩვენ შევეცდებით რომ მათ დავეხმაროთ. რამოდენიმე დღეში ჩვენ უკვე რეგიონს გავხსნებით და საქართველოს მასშტაბით დავიწყოთ ხმების შეგროვებას. ხატია დავითაძე ერთ-ერთია იმ სტუდენტი დედებიდან, ვინც თვლის რომ შეღავათების დაწესება აუცილებელია, რაც მათთვის დამატებითი мотиваცია იქნება. ჩემთვის ძალიან ბევრი პროგრამაა დღესდღეობით ცნობილი, მაგრამ როგორც ასეთი სტუდენტ დედებზე მორგებული ჩემი აზრით არც ერთი არ იყო და პირველ რიგში ეს იყო სასიამოვნო ეს ინიციატივა იმით, რომ კონკრეტულად სტუდენტ დედას ერგება ეს ახალი ინიციატივა. ინიციატივას იწვევენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში, სადაც ამბობენ, რომ სასწავლებელში სხვადასხვა კატეგორიის სტუდენტებისთვის შეღავათები უკვე არსებობს. რა თქმა უნდა, უნივერსიტეტი ყველას ვერ გაწუდება და ეს იქნება ძალიან კარგი ინიციატივა, თუ კი მიიღებს გარკვეულ საკანონმდებლო სახეს ეს ინიციატივა, რაც ხელს შეუწყობს ზოგადად სტუდენტური ოჯახების შექმნას. აჭარის განათლების სამინისტროში სტუდენტთა დახმარების ქვეპროგრამა მხოლოდ სოციალურად დაუცველ. დედითან მამიდობოთ მრავალშვილიანი ოჯახის და მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ სტუდენტებს აფინანსებს. მინისტრის მოადგილე სტუდენტი დედების დაფინანსებისთვის ცალკე პროგრამის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავს. მივაჩნია, რომ სახელმწიფო მსგავსი პროექტი რომ განახორციელოს, რომ ყველა დედას დააფინანსოს, ეს არ იქნება სწორი, იმიტომ ეს იმას გამოიწვევს, რომ დარჩენი სტუდენტები, ვინც მართლა სოციალურად დაუცველია და ვისაც ეს სჭირდება, ისინი ვეღარ დაფინანსდებიან. იმიტომ ამოუწურავი რესურსი ფინანსური არც ერთ სახელმწიფოს სოფლიოში არ გააჩნია. სტუდენტების მიერ წამოწყებულ კამპანიას პაატა ბურჭულაძის საქართველოს განვითარების ფონდის აჭარის ახალგაზრდული ფრთაც შეუერთდა. კოორდინატორის ინფორმაციით, ფონდი რეგიონში სტუდენტი დედების სტატისტიკის დადგენას და პრობლემის გადაჭრის მიზნით კონცეფციის შემუშავებას გეგმავს. ძალიან ხშირად გქონია ჩვენ შეხება სტუდენტ დედებთან უშუალოდ, რომლებსაც პრობლემა ჰქონდათ, აი თუნდაც იმის გამო, რომ ისინი ვერ ახერხებდნენ უნივერსიტეტში მოსვლას, გარდა საოჯახო მდგომარეობისა, ისინი მუშაობდნენ, რათა გადაეხადათ სწავლის საფასური და ხშირ შემთხვევაში აკადემიურ მოსწრებაზეც აისახებოდა ეს და ბუნებრივია აკადემიური მოსწრების დაბალი ქონა პირდაპირ კავშირშია სტუდენტის სტატუსის შეჩერებასთან, ოჯახური მდგომარეობის თუნდაც ნეგატიური კუთხით წარმართვას და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი პოზიცია სახელმწიფოს წინაშე აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული. ახლო მომავალში ინიციატივა საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას წარადგინება, რისთვისაც 30,000 ხელმოწერის შეგროვებაა საჭირო.